ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა მისი სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალების მერცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმა. მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას მის წინააღმდეგ დეტალებს დეა ბაძაღუა გაგვაცნობს ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერში. დეა გისმენთ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღეს არსებითად განხილვის პირველი პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები. თავად ბრალდებულიც ესწრებოდა დღევანდელ პროცესს, როგორც იცით, ხდომა არის დახურული როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე დამსწრე პირებისთვის და ასევე ადვოკატს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. შესაბამისად, დეტალებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით ის ვერ საუბრობს, თუმცა პროცესის დასრულების შემდგომ მან მედიასთან გააკეთა კომენტარი და თქვა ის, რომ არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ირაკლი ჩიხლაძისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას დაამტკიცებს, საქმეში არ დევს. როგორც იცით, გამოძიება ირაკლი ჩიხლაძეს ედავება ჯაშუშობას, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობას, თუმცა ადვოკატი ამბობს იმას, რომ გარდა კონტრდაზვერვის თანამშრომლების ჩვენებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის ჯაშუში, საქმეში არ დევს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მაგალითად იმას, რომ ირაკლი ჩიხლაძემ რაიმე ტიპის საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცა სხვა ქვეყანას ან ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როგორც იცით, ის ბრალს არ აღიარებს. ირაკლი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავე და არ ცნობს. ისე და ისე სასამართლოს უთხარით, რომ არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ამ ბრალს. აქედან გამომდინარე, დავალოდებით შენე პროცესზე ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმეს და როგორ დაადასტურებს აღნიშნულ ბრალდებას. ბრალდების მხარის სტრატეგია არის, ალბათ დღეს უნდა ეთქვა მხოლოდ შესავალი სიტყვა და მოწმის წარმოდგენას არ ჩაუთქვია საჭიროდ. შენე პროცესზე იმედია წარმოადგენს. პროკურორმას თქვა, თუ გახსოვთ, ეგ პროცესი რო იყო, პირველი წარდგენის ხდომა რო იყო, იქ რაღაცა თანხის გადაცემის ნაწილიც არის და რაღაცეები, ხო და აი ესე ჩვენ აგვიგზალავენ ამას, მე გეტყვიან რომ იცოდე პასპორტსგებაში მიცემ თუ ამათ ამას იტყვი, მაგრამ მათ აქვთ ამისი უფლება. ანუ ეს თანასწორობის პრინციპი ირგვლება რა თქმა უნდა. ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს დააკავა. პროკურატურა მას უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.